ხო კარგი გოგოებია. აი გული მიჩერდება. გიჟდები რა. ჯერ მარტო იმიტომ არის ეს ფილმი საინტერესო ორი დიდი მხატვრის მუშაობის პროცესია გადაღებული. ჯერ მარტო ეს არის საინტერესო. და ახლა როგორ არის გადაღებული? მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა გადაღებული. ჯერ მარტო ედმუნდის ის რა ქვია ის ფაქტიც რომ რაღაც ესე ის გოგოს რომელსაც ხატავს ხო? ასეც რომ წამოარტყას. ესეც ყველაფერი საინტერესოა. საინტერესოა. და მე ამას დაყვება ემოციონალური რაღაც ის მუსიკა, ემოციონალური შრე თუ შეიძლება დავხო და რომელიც აუცილებელია კი არა. თურმე აუცილებელი ყოფილა როდესაც ამას და რატო გონიათ აი ახალ საზოგადოება სამწუხაროდ აი ძნელად იღებს აი იგივე ვთქვათ მე სულ მაკრიტიკებენ რომ რატო იღებთ რატო რა რაც ახალს ყოველთვის ძნელად იღებს საზოგადოება თავიდან ვერ გავიგებ ახალს საზოგადოება ძნელად იღებს თავიდან რატო ხდება ეს აი იგივე მე მაკრიტიკებენ საზოგადოება თუ ახალს მიიღებს როგორც შეულებრივს ის ახალი აღარ არის მასშტაბად ხო და აი მე ძალიან იმიტომ იღებს ახალს ვერ იღებს უბრალოდ ის ახალია კაცო ბუნებრივია ეს არის გასაგებია მე ახალ მიიღებს ის როგორც შეულებრივს მაშინ ეს იგი ახალი არ ყოფილა წებე ბუდით ოჩემ ტრუდნა შენ ადვილად ვერ იქნები შენ რაღაც ახალს ეძებ რომელსაც დაარქვი კინო ლექსი რაღაცა ეს ადვილი არ არის და ძალიან რთული და ძნელია შენ ძნელი გზა აირჩიე და შენ კიდე ძნელი გზა ავირჩიებ და ადვილად გამომი მე ვინა ვარ ედმუნდ კალანდაძე გენიოსი მხატვარი 60 წელი დაჭირდა რომ აღიარება მოეპოვებია 8-ჯერ აკადემიაში ჩატოვეს და ასე შემდეგ მე თვითონ მე უბრალოდ რატო ხდება ახლა რატო ხდება ბუნებრივია რა რატო ხდება რომ იბადება კაცი მე იჯდება ახლა რო თქვა არ ჯობია პირდაპირ გაზრდელი დაიბადოს თქო რანაირად დაიბადოს ვერ გამოეტევა კაცო იქიდან ეს ბუნებრივი პროცესია. ამ სამყაროში ბუნებრივია და ახლა როდესაც გადავალთ მე იმ galaktikაში, იმ განზომილებაში შეიძლება იქ პირიქით ახალი იყოს უფრო ძნელად მისაღები. ადრე ვიდრე ძველს უფრო ვერ მიიღებ. ანუ მეც უნდა გავუძულო. მე არ ვიცი, აბა შენ კიდევ არ გავუძულო. ეგრე სადაა. შენ გონია რომ აი აქამდე მოვედი ესე? რას ამბობ კაცო? მე გულის ტყიბელი მქონია, აი გამიჩერდება გული. კახი. მე ჩემი მონოლოგები მაქვს, კაცო, რას ლაპარაკო, გადატანილი. ყველას გონია, არა, ეგრე არ არის. რას ამბობ? თქვენ ერთხელ ედმუნდ კალანდაძესთან თქვით რომ ცოტა თუმანიშვილი არ იყო თქვენს მიმართ. თუმანიშვილი არ უყვარს ედმუნდს? არა, თუმანიშვილი რაღაც თავი. ხო, თუმანიშვილი ნო ახლა იყო რა, ვერ ხედავდა ვინ არის ეს კაცი, პირში მითხრა მე. და ხალხს ლაპარაკობდა, არ მესმისო ყავსაძე საერთოდ რატო ათიათშია და. მე გავიდა დრო და მე ალბათ ინა. მე ხო ალბათ